Რომ მოვიდა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს, განცხადება ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. დევიდ კემერონმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლის დროს ლისაბონში ჩატარებული ნატო სამიტი შეაფასა. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, საერთო ინტერესებთან დაკავშირებით რუსეთთან თანამშრომლობის მიუხედავად მოსკოვმა ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს. საქართველოს შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ მილიბენდის ძმამაც გააკეთა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ედვარდ მილიბენდმა განაცხადა, რომ რუსეთთან თანამშრომლობის პარალელურად საქართველოს საკითხი მსოფლიო ლიდერებმა მუდმივად უნდა წამოწიოს. რუსეთთან მუშაობის პროცესში კვლავ იქნება გამოწვევი პრეზიდენტმა ობამამ და მე ორივემ წამოვწიეთ საქართველოს საკითხი. ამ კონფლიქტის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ დრო მოვიდა რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაიცვას და საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს. თუმცა ამ და სხვა საერთო უთანხმოებებმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს ვითანამშრომლოთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, ასე რომ ჩვენ ვიმუშავებთ რუსეთთან ერთად ნარკოტრაფიკის, ისლამური ექსტრემიზმისა და ბირთვული იარაღის გავრცელებლობის წინააღმდეგ, ასევე ვიმუშავებთ დიდი რვიანის და დიდი ოცეულის ფარგლებში. პრემიერ-მინისტრის სავსებით მართალია, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ გავაუმჯობესოთ ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ იმ თემების წამოწევა, რომლებზეც ვერ თანხმდებით, მათ შორის საქართველოს საკითხიც.